ლაპარაკები ვერ გამიგენ. ხო, კაი, რა მოგივიდა ეხლა? კარგი ხდება ჩხუბი არა? რაგინა კაცო, იქიდან მოუვარი ვერ მოვიგე. კი, რა დაგილაპარაკები? კი, მოიფიქრე შენს, რა თქმა უნდა. აბა რა? მიცან ტელეფონზე ვლაპარაკებ. ხო, კარგი და გადმორეკე. კარგი. ეხლა ჩართე თუ გინდა ბაბა. მადლობა ხო. რა არის, რა ისო ჩემი ტელეფონით ლაპარაკო, კარგი რა რატი, კარგი რა. რა არის, ვერავის ვერ დავურეკე, ჩემთვის უდაკავებაა, ვერავინ ვერ მირეკავს მაგის გულისთვის. ვინ გირეკავს ერთი რა, რაც აქ გადმოვედი ბაბუა შენს გარდა არავის დაურეკავს. ნუ კარგი რატი ერთი რა. შენ რო სახში არ ხარ ხომ უნდა ნახო რამდენი ადამიანი მირეკავს. უდაკავებაა და რანაირად დამირეკავენ აბა. აი? ბაბუას ნომერი არ არის. Алло. ხო მამია ბაბუა. დიდი მადლობა. თქვენთან ერთად, თქვენ ყველას ერთად გავიმარჯვებთ. დიდი მადლობა, ხო? გავიმარჯვებთ. კარგით ეხლა, კარგი. თესუფრას მუდამ ალაპარაკებთ, კარგი, ხო? კარგი, ნახვამდის. რა არის, რა კიდე გადამიქცე, რა არის, ვერ გავიგე, ჰა? აი, ის რა გადაცემა იყო, ბატა, შეხედე რა მაგარი კლიპებია. რა გინდა ეხლა, მე მომწონდა და იმიტომ უყურებდი. ხო, მართლა, ეხლა რაღაც სასიყვარულო და რომანტიკული მესიჯი მოვიდა. მოიცა. ცინიკო ვინ არის? ცინიკო? ხო. ცინიკო ეს ბაბუა ჩემი მიგზავნის ხოლმე სხვადასხვა გოგოების სახელით SMS-ებს ხო? ხო და ის კი ვერ მოიფიქრე ხარ ნომერი გამოცვალოს და ვერ მოიფიქრე. მე მირეკავენ? შენ გირეკავენ. ალო, ხო. მე ვარ ხო. მოიფიქრე. ძალიან კარგი მეტახვები. კიგენოს კარგი. მოკლედ. აი. შემაწუხა ამ გოგონს, აღარ შემიძლია. ვინ შეგაწუხა, ვინ იყო კაცო? ერთი გოგოა რა. ხო, დამეხმარები? ხო დედა. ხო, მე რაო მამა. მუშტითო? რა კარგია. კარგი დედა, კარგი, ხვალ მოვალ და მომიყევი ბარემ ხვალ. ნიკა, ისეთი გემრიელი მყერის კვერცხის ომლეტი დავაკეთე ირმის შაშხით. გადმოგიღო? დედა, შენ რეცეპტების წიგნის მიხედვით აკეთებ საჭმელს თუ წითელი წიგნის? ხო დედა, კი ყველანი კარგად არიან. რა ვიცი, აი დადის სკოლაში და არის. მე-6 კლასში იყო შენ რომ დარეკე და ახლა იმდენი დრო გავიდა და იმდენს მელაპარაკები რომ იქნება ახლა ასე მერვე მე-9-ში. ხო. მორჩი, დავედი ვითამაშე. დაჭექი აქ მოდი ჩამაბარებუნება. ბუნება ლაშაბიძიას ჩავაბარე. ლაშაბიძიას ველაპარაკე და არ უსწავლიაო. აუ გამხინდა. აი რა დრო მოდის რა ბიძიასაც ვეღარ ენდო. ერთ მაგარ ამბავს გეტყვი და ბუნებას აღარ ვისწავლ. კარგი დედა, როგორც იქნა, აბა რა ამბავიო? დაჯექით ეკლა. მოდი შენც დაჯექი. რა ხდება, იკა, აბა?
ლაშაბიძია მოგატყუა სამსახური არ უშოვია. სახლი არ დაალაგოს. რა სიტყვები ნიკა? აბა ახლა სად არის? სადა ფრიდონთან შედის ხოლმე დილაურის და საღამომდე იქ არის. უნებას არ ვიმეცადინებ, ხო? ნიკა, ისეთი ამბავი მითხარი, თუ გინდა ქართულსაც ნუ იმეცადინე. დავდი ახლა ვითამში. მოდი აქ, მოდი დაჯექი. უნდა ჭამო, გადაიღე. მე გავაღებ თეკლა, შენს გადაიღე. კი, მეც გადავიღე. ხო. თეკლა, არ გინდა რომ ჭამო? არა. იცი რა გემრიელია. თეკლა, ლაშა, ხო იცი ახლა როგორც უნდა მოვიქცეთ. გაახედე. როგორ ხარ ლაშა? ძალიან დაღლილი ვარ, რა ელენე. ძალიან დაღლილი ვარ, რომ აღარ შემიძლია რა. ხო, დაღლილი იქნები, აბა, ამ ხელახსიდან მოდიხარ და დაჯექი მოდი ლაშა, დაჯექი. დაღლილი. ხო, ამ ხელახსიდან. რა ქენით თათბირზე? რა თათბირზე? გუშინ ხომ მომდი შენ ხვალ თათბირი მაქვსო. ხო, თათბირზე, რა ვქენით ახლა თათბირზე, რას ვისაუბრით თათბირზე, ვითათბირეთ ახლა, რაზე ვითათბირებდით თათბირზე? იმაზე, ამაზე. იმაზე, ამაზე. ლაშა გამახსენდა, ხვალ მაქვსო თათბირი ასე არ თქვი. ხო, ხვალო, კი. ხო, ხვალა მაქვს. არა, ლაშა, გუშინ მქონდაო ასე არ თქვი. გუშინო, კი, გუშინო. გუშინ მქონდა, ელენე, მე თათბირი. არა, ლაშა, ეს პატამ თქვა თათბირი მაქვს. პატამ თქვა თათბირი მაქვს. პატამ თქვა თათბირი მაქვსო. პატამ თქვა, რა გჭირთ კაცო თქვენ? დამეხმარები? კიდე მე, ხო რა ამჯერად რა უნდა გავაკეთო რატი? ერთი გოგო უნდა მოვიდეს ხვალ. შენ გავუგე კარებს და ეტყვი რომ რატის არ იცნობ საერთოდ და არც აქ უცხოვრია ოდესმე. ისე კარგი გოგოა, მაგრამ რაღაც ხასიათებით ვერ ვეწყობით პაატა. რა ვიცი, რაღაცნაირი ქარაფშუტა, ვერ გაიგებ რა მოწონს, რაზე ბრაზდება, რა წინს. ისე შენ კი მოგეწონება, ხო იცი, დაილაპარაკე, რას კარგავ? მე? ხო, შენ არა თქვი მე და თეკლა ვილაპარაკეთო და გადავწყვიტეთ რომ დავჭეთ მეგობრებიო, ხო და ის ანგელოზივით გოგო თავისი ფეხით მოვა. კარგი, ნახოთ, კარგი რა. ნუ რა ვქნა? ვაიმე, რატი მომისმინე? უთხარი რომ ვირუსი გვაქვს და წავა მალე, გაიგე? მიდი, გავახე. აიმე ბიჭებო ძალიან გაციებული ვარ ვირუსი მაქვს და არ მომეკაროთ საანკთხოთ რა. ვინები გამოგიქცა. ისე ბიჭებს ჩაუტარ და ჩაიცა მიირთმევენ მე. რა არის? ისე რა მურაბითაც მინდოდა, მაგრამ წელს არ შემომაწოდეს წურვემა. რაღაც არა გვაქვს რო და ვერ გავაკეთებ. გაგიჟდები ეს ხალხი ძალიან გაზარმაცდა. ხო, კარგი, გასაგებია, დიდი მადლობა ქალბატონ ნუნუკა, მაგრამ შენ უკვე ვილახშმეთ და რა. ვაი, რას ლაპარაკობ, იცი რა. მაშინ დავждები აქ უკან ხوار წავიღებ და თქვენთან ერთად შევჭამ. უი თქვენ რა გითხარით, ჩემთვის კიდე ბლინი შეიძლება ღამე. ჩემ ამზარი ერთი ლარი დადო რომელიღაცა ფეხბურთის გუნდზე და გიჟვით არის მიშტერებული ტელევიზორს. და ვიცი წავალ ბიჭებთან სერიალს უყურებთ, გადამირთე რა, რას უყურებთ ხალხო? საინტერესო სერიალია. თქვენ იმაზე ხო რა ხია? ხო, ჩემ სერიალზე დაჯექი? დაჯექი უყურებთ. არა, იყოს მადლობა. კარგი, ხო უყურებ. არა, ეს მინდოდა ეხლა მე რატი რა? რა ეს მინდოდა შენი ბრალია, რატომ ჩატე ელემენტები დაჯექი ეხლა მოიწვევდი და გაიზიარე იმ მოსამსახურის ბედი. მიდი, წავედი. ამან ეს არის ხო რა ქვია ეს მოსამსახურის სურათი ის აიმე რაკენი რატო გადამირთე? ქალბატონ ნუნუკა, კარგით ხო? ნახე. კი ბატონო იყო. კარგია. რა ის სურათო ტირის ეს რა ატირებს ახლა პირადული აქვს რამე? ლაშა, ძალიან დაღლილი იქნები ახლა შენ.
ძალიან დაღლილი ვარ, ძალიან დაღლილი ვარ, ელენე აღარ ვიცი. ლაშა, ერთი კარგი იდეა მაქვს. რა იდეა გაქვს? რადგან შევიდეთ ფრიდონთან, ფრიდონი მოგვიყვება თავისი თეატრის ამბებს. იცი რა, ლაშა, ამ სამსახურის გადამკიდე საერთოდ ვეღარ ვნახულობთ მეზობლები ერთმანეთს. მე გეხვეწები ელენე, არ გვინდა რა ფრიდონთან არა. რატო? იმიტომ რომ გვიანი ასაკშია თან კაცი ხლა უხერხულია ესე ხო არ მივადგებით ამ შუა ღამე თითქმის. ისა, კარგი ლაშა, მაშინ შენი სამსახურის ამბები მოგვიყევი. რა შენმა უფროსმა ფრანჩესკომ როგორ მოწონს საქართველო? მოწონს რა გადარეულია ესო საქართველო. ხო, ისე ყოყოჩი კაცი ჩანს ეგ შენი ფრანჩესკო. კარგი ლაშა, ივახშმე. არა, არ მინდა ვჭამე ფრიდონთან. ფრიდონთან? ფრანჩესკოს ქართულად ქვია ფრიდონი. ხო, აი როგორც ახლა მაგალითად სერჟიოს ქვია სერგო. აი ეგრე ქვია ფრანჩესკოს ფრიდონი და ეს ბიჭი ფრიდონს ვეძახით ხოლმე რომ რაღაც. კარგი, ლაშა, გეყოფა. იცით რომ სამსახური არ გიშოვია. მთელი დღეს იხარ ფრიდონთან საღამომდე, ნიკამ ყველაფერი გითხრა. ფრანჩესკო ფრიდონი. რა? და მოიცადე თქვენ გაბრაზებულები ახლა? არა ლაშა, რა გაბრაზებულები, პირიქით გახარებული ვარ, ხვალიდან სახს შენ დაალაგე. ნიკა, რა ქენს, ა? რა ქენს? რა ქენი და ქართული და ბუნება არ მიმეცადი. ხმერა, მოიცადე, აბა სულ ტყუილა ვიჯექი ფრიდონთან მთელი დღე და ვისმენდი რაღაცა სისულელეებს, ა? რაზდა 1984 წელს ოზურგეთის თეატრში იდგმებოდა კირილე მამალაძის დენთის კაცთან დანთებული კოცონი. და ფრიდონი თამაშობდა გებელს. ხატყალო ლაშა, რა დღეში ყოფილხარ? კარგი წავედი და ხვალ მოგიყვებით. ლაშა, ხვალ თეკლა თავის სახლში რო ბრუნდება, იცი? რა? სულ თეკლა? რატო ლაშა და ვერ არის მამა ჩემი კარგად გადაიღალა და დედა ჩემს მარტო მოვლა უჭირს. გადაიღლებოდა რაც მაგან ხმლებითი ირვინა აქეთ იქით გადაიღლებოდა, აბა რა იქნებოდა. ეს სახლი თეკლას გარეშე. ო, რა ცუდია თეკლა რო გადადიხარ. ჩემს ოთახში დავწვევი და ტკბილად დამეძინე. თეკლა, ხო გამოგვივლი ხოლმე. გამოვივლით, ელენე, აბა რას ვიზამ? ხომდან ჭირდება შენი ჟაკეტი, ისა, რავი. მორში წავედი ვითამაშ. მოდი აქ, მოდი შენ, მოდი ერთი ბუნება ჩამაბარე, მოდი. დედამ მითხრა არ ისწავლო. ხოდე, დედამ კი გითხრა, მაგრამ ლაშაბიძიას არ უთქვამს, მიდი ჩააბარე. გამარჯობათ. ჩემს ძმას ვეძებ. ახლა ხანს გადმოვიდა ამ კორპუსში საცხოვრებლად. ქირით არის. მეც ახლა ხანს გადმოვედი ამ კორპუსში საცხოვრებლად. თან მეც ქირით ავარ. რა ქვია თქვენს? რაში? რატი. ფრიდონი რომ გეთქვათ, ახლა მაინც არ დავიჯერებდი რომ ეს საანგელოზი ჩემი და მაბადეთ დავივენი რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მოღვაწე ფრიდონ შვანგირაძე. რა ქვია თქვენ მას? რატი ლაშა არა? რატი ლაშა არა რა, მაშინ რატი არა. ბატა ეს მანდიოცანი რატის ეძებდა? შენ ხომ არ ვიცნობ ვინმე რატის? სალომე. როგორ ხარ? როგორ გამიხარდა? როგორ ხარ? მოდი, შემოდი, რა გახარ? მოდი. ისა, ბატონო ფრიდონ. ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ, ესპანეთში ერთად სწავლობდი და. ხო? თუ ესპანეთში, ხო. ელენე, გახსოვს ერთხელ საშინელებათა ფილმს რო უყურეთ და მე სადინებელში გასვლის რო გვეშინა და ხო,
მოაწოდე რა. თეკლა და ის გახსოვს კარები რო ჩაგვეკეტა და აი მიდან რო ვაპირებდი ჩემო პარვას და ნუნუმ რო გადაგვარჩინა. აი მე ლაშა მიაწოდე. ხო და ის გახსოვს ელენე ლაშა რომ თრალი მოვიდა სახში რო ცეკვავდა და რო დავცინოდი. აუ არა. შენ ალბათ საფრანგეთში იყავი მაშინები. არ მოგაწოდოთ არაფერი? დაიმე ელენე გახსოვს საჭმელი რო დაადგი? აუ ხო. დაიმე საჭმელი. თავი მტკივდება რა მე მგონი სიცხე მიწევს ელენე წამალი გვაქვს ჩვენ ჰა? ლაშა აი აქ კარადაში აიღე აი აქ. კარადაში? როგორ ხდება გული რო გადავდივარ, როგორ მომენატრება აქ ცხოვრება. შენ უნდა ნახო პაატას როგორ მოენატრება შენი აქ ცხოვრება. არა, ლაშა, მე და პაატამ ვილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ რომ მეგობრები ვიყოთ. შენ და პაატა მეგობრები? ეთქობა მართლა მიწევს სიცხე ხო? არა რა, ვერ წარმომიდგენია თეკლას გარეშე ამ სახლში ცხოვრება. კარით რა ხალხო რა, დავიღალე ამ სენტიმენტებით, დავიღალე. რამე ისეთი გაიხსენეთ, რაც ერთად ცხოვრებას არ მოგანატრებთ. ეგეთი არაფერი არ ყოფილა, ხო თეკლა? არა, ხო. როგორ დავიჯეროთ ხო, რომ ერთი რაღაც მაინც არის. რა ვიცი. არა, ის ერთი რაღაც იყო. რა და ელენე ისე ავაგებდი ხოლმე სახლს რომ მე ვეღარაფერს ვეღარ პოულობდი. ხო? მეც მაქვს ერთი შენ სახლს ისე ურევდი რომ ერთი დღე მჭირდებოდა იმ სახლის დასალაგებლად მერე. აი, ახლა უკვე ყველა ბედნიერები ვარ. სალომე, როგორ გამიხარდა? დაჭექი, რატომ გახარ ესე? გაიხადე ქურთუკი, გაიხადე, დაჭექი და თავი ისე იგრძენი, როგორც სტუდქალაქში, კერძოდ როგორც 217 ოთახში. როგორ ხარაბა? არა, შევი როგორ ხარ? ხანი არ მინახი ხარ. ხო. ბატა, რაღაც ხო არის წვის? დამტვისონია. არაფერი, ქურთუკი იყოს მანთი, შენ არაფერი ყურადღებას მომიქცე. ესპერანგი კიდევ გაქვს? კი, გახსოვს. ხო, რამდენი ხანი გავიდა და მაინც მაქვს ესპერანგი კიდე, ხო? და როგორ გახსოვს შენ? არ დაგვიწყებია. მაგას რა დამავიწყებს? გახსოვს მადრიდში ხარი რომ გამოგეკიდა? როგორ არ მახსოვს, ვაიმე როგორ? ესპერანგი გეცა. ხო. და ის ტორიადორების შარვალი. ისტორია. ყველა შეგიყურებდა და გიღიმოდა. ვაიმე, ეს შარვალი რა კარგი გოგო ხარო გამახსენე, კი აღარ მახსოვდა. უნდა მოვძებნა აუცილებლად. ზაფხულში იცი როგორი გრილია ეს შარვალი, ხო? ეს უნდა მოვძებნა აუცილებლად, ხო? მერე გახსოვს ჩემი გადარჩენა რო ავღნიშნეთ, რო წავედით ბარში, ერთად რამდენი დავლიეთ თელი ყავ, რა კარგი დრო გავატარეთ. მერე იქნა კლუბში რო წავედით, იქ ვისცეკვეთ, თელი ღამე დავლიეთ, რა კარგი იყო და მერე ბოლოს შენთან ავედით ოთახში. მახსოვს, კარგი იყო. ჩვენი კურსელი ენრიკეც ამოყვა. ის დრამფრალი იყო. ხო, მაგრამ მე იქ რა მოხდა კი აღარ მახსოვს. და მოკლედ შენ იატაკზე დაგეძინა და საბანი მიგაფარე რომ არ გაციებულიყავი. ენრიკე დიონზე დაწვა. მე საწოლში. ის გახსოვს, დივით მე და შენ ენრიკე სათამაშო გველით რომ გავაღვიძეთ. ოთახში კივილით რომ დარბოდა. კი, როგორ არ მახსოვს. თუ შენ არ იყავი? არა, სალომე, მე ვიყავი ის, შენ და ენრიკემ რო სათამაშო გველით გააღვიძეთ. ხო, და ოთახში ჯერ ესეთი ოთახში კი არ ვკიოდი. უბრალოდ ოდნავ ხმამაღლა ვამბობდი, ოთახიდან გაიყვანეთ რეპტილია მეთქი, ხო. კარგი დრო იყო. კი, მართლა კარგი დრო იყო. მე შენ წახვედი და ჩვენი ურთიერთობა? ხო, რა ვიცი, ხო. ბოდიში. ბოდიში მე პირიქით ბოდიში, სალომე. უბრალოდ რა ვიცი ეს 217 ოთახი ეს რეპტილია ის თვალი ენრიკე იქით. აქეთ რაღაცა და Beto. Salome. Bet. Sal. Sal. Oh. ეგრე ხო?
კარგი, მე ელენე ვარ. ვაიმე, ამ მაისურს ვერ ჩავიცამ, ღრუბლის ფერს არ უხდება. მე ქეფაღა. ვაიმე, პაატა ძალიან მომწონს, ვაიმე, პაატა ძალიან ნერვებს მიშლის, პაატა ძალიან მომწონს, ვაიმე, პაატა ძალიან ნერვებს. აი, ნახეთ, ის ვაიმე, ნახეთ როგორი ზღარბი წვნიანი მოვამზადე ხვლიკის соусით. მე ქეფაღა. ვაიმე, ელენე, შენი ფეხსაცმელები, შარვალი, მაისური მათხოვე რა, თუ მოიცა უკვე დავკარგე. კარგი, ხო დაწყნარდი, დამშვიდით გეყოფათ. ვიცი რომ ახლა გაბრაზებულები ხართ, მაგრამ გულის სიღრმეში თქვენ მაინც განიცდით რომ ერთად აღარ მოგიწევთ ცხოვრება. ლაშა, მე ძალიან გაბრაზებული ვარ. გულის ძალიან სიღრმეში. მე ძალიან გაბრაზებული ვარ. ბოდიში ბატონო გააგრძელეთ. არა. ელენე. რა? თერმომეტრი სად არის რა მითხარი? არ ვიცი. არა, თეკლა, მე რო კაბა გათხოვე, რატო გახიე? ის შავსოლებიანი კაბა. იმიტომ გავხიე რომ ორი ზომით პატარა იყიდა და შენ თვითონაც ვერ ეტეოდი. თეკლა, მართლა გახიე, მე ისე კითხე. ვიყოვე მადლობა. მე რომ სკოლაში ბიჭი მომწონდა მაღალი შავგრემანი, იმას თურმე სინამდვილეში შენ მოწონდი. ეგრე შუაში რა ვიცი. არა, წარმოგიდგენია ლაშა რა მითხრა, საშინელ საჭმელებს ამზადებო, გასინჯერ. გავალნე, ვერა ვარ კარგად და ავალით გამიდომავს ეს. არა, თეკლა, მე რო ჟაკეტი გათხოვე იმ დღეს და რო დამილაქავე. და შენ რო გამიხიე ჟაკეტი? დავალ ახლა ნახავ ლაქა ამოვაცუა. ამოვა მე დარწმუნებული ვარ არ მოვიდოდა. მაჩვენე უნდა გაფატა. მე დავატარე. არა, მე მოვიდა. თეკლა რა ვქნათ? ლაშა გიშდებოდა ამ გვინოს და ისე ინახავდა. რა უნდა ვქნათ? არ ვიცი, ნებენე რა ვქნათ. რა ხმა იყო? არაფერი ლაშა. თეკლამ შემომარტყა და მე მგონი მარტო მე არ მაქვს სიცხე. აიმე, ელენე, სწორობის სარისხს გადაესხა ისხვინო. არა უშავს თეკლა, მაგის იქმა ისეთი ლოთია გაწურავს და დალევს. თეკლა, ჩვენ რა ვქნათ არ ვიცი. ელენე, რომ მოაწყო თვითონ ფიზიკოსის ყვავილმა დალია შენი ხვინო? არა. და თეკლა მოვიფიქრე. მეორე 10 ლიტრიანი ბოცა ხო გვაქვს? კი. ხო და ჩაისფერი ჩავასხათ შიგნით. ლაშა ჯერ მაინც ვერ დალევს ავათარის და მე რამეს ვიყიდით. რამე ხვინოს? ხო. ელენე, ჩაის არ დალევ? ვაიმე, თეკლა ისე მინდა ჩაი რომ ერთ 4 ლიტრს დავლევ. მაშინ 6. ხუთე შერიგდი თქვენ? ხო. ვა, პატარა კარგია, სახში რო ხარ. ერთად ვივახსნეთ ისე მშია გული მინდის, მთელი დღე არაფერი მიჭამია. შენ არ მშია პატა. 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 ხო, რა იყო? ხო, პაპატი რა უბრალოდ ეს ჩემთვის ოცნებებში დავფარფატებდი და მარტოდის შევყავარქშია? არა, სიყვარული თوار გამსგარი. ო, ისე კარტოფილს კი დავაყოლებდი. რა სიყვარულითო? არაფერი, რა თქმა უნდა, შენ რო ვითხარი მოკლედ. ხო, ის გოგო იყო მოსული. და უნდა გითხრათ, ხო? შენ ძალიან ახლობელი ხო არ არის? არა. ხო, მაშინ ყველაფერი 500-ია. აი, ნამდვილი რატი ხარ რა? მიდი, მოყევე, მიდი. კარგი, ეხლა რატი რაში გაინტერესებს ჩემი ცხოვრების ინტიმური დეტალები. ო, მაშინ თუ არ გინდა? ხო, და როგორც კი მოვიდა რატი ეგრევე შემოვიყვანე და კარი მივკეთე. ეს და დივანზე და მე უკეთესე უყურებდი და მე ასე ჩუმად იყავით კაცო? არა, რა ჩუმად ვიყავით ერთი წუთი ხო დამაცადე. ხო, მე დაჟდა დივანზე. და მოუჯექი გვერდით. მოუჯექი გვერდით და სხვათა შორის ხო ჩემი ნაცნობი გამოდგა ეგ, ხო? ჩემი ნაცნობი გამოდგა და იმდენ რამეზე ვილაპარაკეთ, რა ვიცი, იქით რაღაცა აქეთ ედრიკე ისა რა ქვია, რეპტილია იქით რაღაცა 217 ოთახი რაღაც და მე აი ეს ერთმანეთისკენ მივიზიდეთ. მერე ხო
კარგი რა გაყვევს გამისკდა გული რა იყო შენ კი მე გამისკდა გული მოყევი რა ბოლომდე რა მე რა არაფერი ხო გითხარი დავჯექი დივანზე და მივიზიდეთ ერთმანეთისკენ და პულტი და დავიტანჯება კარგი რა მე კიდე გამისკდა გული წავედი უნდა დავიზიდო შენ კი არ ვაგისკდა მე გამისკდა გული სად მიდიხარ მაიცა მოყევი ბოლომდე და მე დაიძინე რა მოგივიდა კარგი მაშინ ჩაი დაადდი და ჭიქები მოიტანე და ბოლომდე მოგიყვები დეტალურად კარგი მიდი მოდი დაიცა აჰა იყოს მადლობა და მიდი მოკლედ მე ვაკოცე მე ვაკოცე მე აკოცე მარტო რა კაი რა ბა შენ თვითონ რა ქენ როგორ ერთი მითხარ არაფერი არ რატო და ზმამ შემოგვისო როცა ხო ხდები რა და გაიგო ყველაფერი რა უი ხო ძალიან ცუდია მე რო ეგეთ სიტუაციაში აღმოჩენილიყავი როგორ ვინებიულებდი არ ვიცოდი რას გავაკეთებდი ალბათ რა შენ არ ხდებოდი მაგ სიტუაციაში რა მე ხო რა უნდა გითხრა ეხლა იცი? ჩაისთვის მადლობა, მაგრამ იმ გოგოსთან ურთიერთობა რო გავაგრძელო. ხო. შენ ხო არ გეწყინება. რაც გინდა ისქენი ბატა, ოღონდ ეს რამეს გირჩევ რა. ხო. არ გაასერიოზულო. მომავარდები ეხლა მამასთან და ძმასთან და ხელს ნუთხო ვეგრევე რა. რა იცი რა ოჯახია მაინც რა. ჯერ მიდი, აი დრო გაატარე, ხო? კარგი ეხლა რა ფეროი დამინახავენ რა ლაპარაკობ რა აბა რა ლაპარაკობ. ხო, რავი უცნაურია, ესე არ უნდა მოწონებოდი რა. ესეთ რა. რატო? ხო, პერანს მათხოვე ბატა. უი, გასა. ალო. ხო, ეგ სადარბაზოა. ამოხვედი? ეგ სამთულია, ხო? ხო, ეხლავე. ის პანკა ბოდიში რა დამავიწყდა გუშინ შემოდამ დამირეკა მოვა გინახულებო რა და შევხვდები კარგი აბა რა უნდა მიდი მოიყვანე უი ახლა შემოდი მე რა ხსვენია რა მოგივიდა იცი რა კაი ბიჭია რა არის მოსალიდებელი გამოდი ნოა რა არის ხეხული მიდი აი პანკა გაიცანი ეს ჩემი და ეს პანკა გამარჯობა სასიამოვნო იყო ჩაი არა ხო რატო ჩაი მოგიმზადე და გასწრდება ხო აუ თეკლა რა ცუდია რომ მიდიხარ ხო რა ვიცი ის ელენ დაველოდები ნიკას და წავა მალე მოვა კი რეზიკოსთან არის გადასული რეზიკოს და მე გადმოვიყვანო მალე მოვა აბა ნახვედი გადავიხედო აინიდან თეკლა შენ არტასულ ხარ თუ წახვედი უკვე მამაშენმა გაგაბრაზა და უკან დაბრუნდი ხო კი ცოტა რამდენი 38 და ცოტა ელენე არადა რა დროს არ შეიძლება ჩემთვის დალევა თორე ჩემ თეკლას ასეთი გაცილება ეკადრება თან რა გვინო მაგ აი მე საოცარი ლაშა საოცარი გვინო ნიკა გააღებ ხო გამარჯობა უი რატი მოდი პირველი რა ხდება ხორტასულა თეკლაში არა თუ ჩემ ჯანმრთელობას გულისხმობთ ვერა არა თეკლა ვიდისო მშობლებთანო გადადიცოდა ასე ჩუმად წასვლა გაგონილა ათალია არ გაგონილა გამარჯობა თეკლა რა თეკლა მეგობრებს არ უნდა დაგემშვიდობო კარგი მე ხო გუშინ გავხდი შენი მეგობარი მაგრამ რატი არ უნდა დაემშვიდობო მოდი რა ვიცი აღარ შეგაწუხეთ რა შეტუხება თეკლა რა შეტუხება მართალია მოდი დაბძანით მოდი დახედი მოდი ლაშა დაჯექი კი დოიტარი არ მიეყუდო ბალისტარი ხო აბა ელენე დატრიალდი ახლა სუფრა გაშალე ისეთი ღვინო უნდა დაგალევინოთ გადაიდებ არა მე არ დავლევ ელენე მე ახლა წამლები მაქვს დალეული აი სტუმრები ახლავე
რატი ისა რა უნდა გითხრა? ხო, რაღაც მეკითხო, ეს ბალიში ხوار გზაბავს. არა, მოეშვი არ დაიგებო. ხო, პატარატი ბატონო ფრიდონ უნდა დაგვეხმარო. რა ხდება, თეკლა არ გავუშვათ? არა, პატაი გრაშუაშია. მოკლედ, ლაშას ქონდა ღვინო. ხო, და გაგვიტყდა შემთხვევით. ხო და 8 ენერგიულ ავიღეთ 10 ლიტრიანი ბოცა და ჩავასხეთ შიგნით ჩაის ფერი. ხო და რო შემოიტანს არ შეიმჩნიოთ რა რო ჩაისვავთ. მოიცა ელენე რა სიძახი ხლა ვერ გავიგრე. ჩაი უნდა დავლო და უნდა დავთვრეთ. კი. დათრობა ახლა მე მსახიობ ადამიანს არ გამიჭირდება დათრობა, მაგრამ მახსოვს ერთხელ. ბატონო ფრიდონ ეს სხვა დრო იყოს. დაგვეხმარებით ხო? ხო, კარგი მადლობა. როგორც კი შემოვიდეს. ნახეთ, არაფერია შეხედეთ, არაფერი ხა მე გაქცებული ვარ და ესა და სულს და გემოს ვერ ვგძნობ, მაგრამ ეს ღვინო მაქვს დალეული არაჩო გადასარევი, ხო და 10 ლიტრა მაქვს. 10 ლიტრა მაქვს და ბოლომდე უნდა და 10 ლიტრა კარგია, ხო. კარგია ეს. კიდე კაი 20 არ არის მეთქი რა. ელენე, მიდი ეხლა მწვადი შედი. მწვადი, მიდი. არა, ლაშა ისა. მწვადი და ეგეთები არ გინდა, უფრო კარაქია პურებს მიეტეხ. ჩემო ძვირფასო თანა მეინახენო ჩვენს თეკლას შობლები დაულოცოთ. ერთ ლამაზ ლექს შემოგთავაზებთ. როცა ჭალაში ავიტაცოთ მეგობრებო, ავიტაცოთ აბა. როცა ჭალაში ავიტაცოთ. როცა ჭალაში. აბა როცა ჭალაში. გაუმარჯოს შემშობლებს, ეს ტკბილია, ისინი კარგად იყვნენ, გენაჩვენ ისინი ტკბილად. რას ლაპარაკობ? რა არის ტკბილი რა? არაჩვეულებრივი იყო ერთი სუფთაწვენი 1 გრამი შაქარი არა გაკეთებული. რას ლაპარაკობ? რა არის ტკბილი? შენ რა არ დაგათრო პატა? მაგარით რა მაგარი. ოჩე, ეგეთი მაგარიც არ არის ახლა ეს. ხო, ეგეთი მაგარიც არის. ეგეთი მაგარიც არის. აბა ესა ბოდი შაი რა დროს არავსავ რა. ელენე, განსხვავებული მოუტანები ჩემს განსხვავებული. ანტები არ გინდა არა. ჩაიში შემოვიდა. განსხვავებულია ერთგვარი ჩაიში. ჩაიში. რატი გეხოწები გადაიღე რა მე რა მწოდი არ გინდა ხო რა. ეს სალათ მიდი გეხოწები რა. არ მინდა, ჩემი ხელით ერთად. მოწოხდები რა, რაღაც უხერხულად გძნობ თავს რა. ბარდა. უხერხულობა მე უნდა მკითხო რატი შე. ყურებიათ. აბა, მოდით დედმამიშვილებს გაუმარჯოს. თეკლას დაყავს, ლაშას დაყავს, პატას დაყავს, რატის რაყავს. მეც და კი დაყავს კი რა ძალიან კარგი და იცით რა არის რა სადმე რომ მენახა შენი და შემთხვევით დაუშვათ ხო რა საინტერესოა საერთოდ არ გავხარდეთ ეს მივხვდებოდი რომ შენი დაი არის თუ ხო შევსვათ კი ბატონო აუმარჯოს დედმამიშვილი მე ვერ ავსვავ გაუმარჯოს ხო ვაი სულ გაგჭირდებით ამ ტიპს ნახე რა თეკლა ნახე რა გაცილება მოგიწყვე ხო ისე მეც სიამოვნებით დავლევდი ამ ღვინოს, მაგრამ მანქანით ვარ და აბა. მე თეკლა რა პრობლემაა? მე არ ვსვავ და მე დავждები საჭესთან დალიეშე. თეკლა, აი ლაშა დაჭდება საჭესთან დალიეშენს. რა მალაპარაკებდა რა. ისე ერთხელ ჩემი მეგობრის დაშემხდა. და ბატონო ფედონე, ნუ გავჩერდები დედმამიშვილებს და დიდხანს. არ შეიძლება ვიზახიან და რა ვიცი ხო? ეს რაღაცა შემოვამატებ სუფრას. მჟავე მოუხდება ღვინოს, მჟავე და ახლა რატი მჟავე ხო გიგესია მომნებაში? კი, მჟავე კარგი იქნება. კი. ისა კიტრისწნილი ხო გვაქვს ჩვენ? ლაშა ხო? კიტრისწნილი არ გინდა, ლაშა, ლიმონი იყოს. ხო. ლიმონის ხომ მჟავეა, მოუხდება ღვინოს. კი. ლიმონი ხო. ელენე, მე მგონი მართლა ძალიან გრადუსიანია ეს ღვინო და ისა ჩაი შესთავაზე სტუმრებს. ჩაი? ჩაის ხომ არ მიირთმევ? არა. კიდევ ერთი
ნაბიჯით წავიწიოთ წინ და მოდით მეგობრობას გავუმარჯოს. ეხლა აი რა არის მეგობრობა? მიტევება ბატონო ფრიდა, მიტევება, დიახ, მეგობრობა ხო ეს მიტევებაა და მოდი გავუმარჯოს მიტევებას. რატი შემდა დალიოს აუცილებლად. მახარ. კარგი, რა მეხვალ აბა ეხლა რას ლაპარაკობ. აბა. ეს რასაკეთებ ბაბა? რასაკეთებ ლიმონადს ვა? არა, რას ლაპარაკობ. იტყუები ხო? რას ლაპარაკობ. იტყუები თორე ეხლა გამიერი. ბატონო ფრიდამ სადავეები გაგირბით. სუფრის სადავეები გაგირბით. გამექცა. დაიჯები შენ გასხოვებულით. დიდი მადლობა არა ტიპა. ესა აი რატი რო გინდოდა ლიმონიო აგერ არის და არ ვიცი ახლა. ხო, გაიხარე? სად ნაკენის აუ მაგარი ტრალი ვარ რა მოდი აღარ დავლებ რა მეც რა თორე ძალიან ისეთი ძიმე და ძალიან ესეთი ნაბახუსები მაქვს რა ეგ არაფერი ჩემო რატი დილით შემოდით ჩემთან ნაბახუსებზე და კაკაოთი გამოგიყვანთ კაკაოზე გამახსენდა მე? ისმე? ხონში ვარ გასტროლებზე. თამაშობთ პირქუშ სიმართლეს. მე მოვადი. ნიკაი ვარ. არა, ჩაი დამს. რა ჩაი ნიკა, მოდი ღვინო დალიეო, ხოთი ჯერ საწყები შევოთქვი. მიხედე კაცო თეკლას, მიხედე რასაკეთებ ღვინო. კარგი ვაშა რა დიდი ბიჭია ნიკა უკვე. დალიოს ერთი ჭიქა ღვინო რა მოვა თეკლა დიჭიქაში დაუსხი. ახლა ციცი არ უნდა მქონდეს წესით მე გავიძმო და მოვალე. ადი შენ ოთახში და იქ დალიე მე. დე ღვინო არ მინდა არაკი დამსხი. უყურებია. და კაკაო ვიგოს კაკაოთი მესამე საფთულამდე აბა როგორ თამაშობ მითხარით ახლა გამოვდის როგორ თამაშობ მაგრამ ბატა უფრო შეეცადეთ რომ უფრო მთვრალები გასაგები ხომ არ აჯობებს სუდად ვიმღერო ვითომ გონზე არა ვარ არა მე მგონი ჯობია რამე მოყვეთ მათით რომ მოდი ასე მაღალია ვაშა ნახე როგორი თვალები არიან და რატეუბნები მაგარი ღვინო მე გასამოვენ გრადუსია მე მაქვს რატი შენი ზე შერაც არ უნდა მოხდეს ნატყენი არ იქნები შენ ჩემზე არ არსებობს რასაკეთებ თამაშობ რა იყვას ხო გენა წავედი აბა მე წავედი ნიკას ნახე და კარგად თეკლა ახვედი თეკლა ვიდი ხარ გაიკო კარგი გარანტი ეს დაიკოა კარგი და რა მაგარი ამბავი უნდა მოგვიყვეთ ერთი მაგარი ამბავი დაიყოს და გასილება არა ერთმა ჭიქამ რა უნდა მიყოს მითხარით რა ერთმა ჭიქამ შენ დამაგიდო არა ჩემ თეკლას მე ისე ვერ არა თეკლას შენ გაგიმართ ლაშა მე გავალ და მე მოგიყვებით რატი გამოდი ვიძინებთ ჩვენ ფრიდონმა ისაა კაკაოთიო მესამე საათო ლაშა ახლავე აგიხსნით ყველა ხო აგიხსნით ერე მე ძალიან ეჩქარება აბა წავედი კარგად ვიყავი და ლაშა ჩაი ხო არ გაგიცხელო სიცხე ხდება ბატონო
რა მithქმა გინდა ჩემთვის? არა, ხო, მინდა რაღაც თქმა მინდა. ხო, რაღაცის თქმა მინდა შენთვის, რაღაც უნდა კითხო. კითხო, რაღაც უნდა კითხა ის რამე. ჩაის დალევ. ვაიმე. ჩაი 1-2 კვირა აღარ მიხსენია. ხო, მართლა. ჩაი რა გამახსენა? რა ჩაი არის ჩაი? ჩაი მართალი ჩაი სახსენებელია ხო? მოიცა ნერვიულობ რამეზე? არა, ხო, რატი? რაზე და ნუ რატო არ მოვიდა მეთქი ამდენი ხანი? რაზე უნდა ნერვიულობდი? მოგზავნეთ ხალხო. აი მე ბიჭებო სასწრაფოდ გადამითეთ რა სერიალზე. ჩემი ემზარის გუნდმა წააგო და ემზარმა პულტი ესროლა ტელევიზორს. და ისეთი კარგი მომენტი იყო. ორი ძმაკაცი არიან, მოდი. ხო და ეს მაკაცი ერთი შეუსწრებს მეორეს თავის სახლში ვიღაც გოგოსთან. ეს გოგო აღმოჩნდება იმისი და ვინც შეუსწრო. და ისე მაინტერესებს. შემიძლია მაინტერესებს როგორ დაუნგრევს ხვრპეს ეს ძმა იმას. მოდი რა უყურე, მოდი შეხედე. არა, მოდი, არ გაინტერესებს, ნახე რა. არა, იყოს, არ მინდა მე მაგის ყურება. მე ნახავ თვითონ ალბათ მე.